მოგესალმებით ბატონო ტელემაყურებლებო. ეთერშია ჩემი გადაცემა 10 ბოშობილი დასულისაგან, მე ვარ ელიშერ გუნდაც. მოგეხსენებათ, რომ გასულ კვირაში ძალიან დიდი დაძაბულობა იყო ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში. გარკვეულმა ძალებმა სცადეს მთელი რიგი ისეთი ამბების მოწყობა, რომელიც რა თქმა უნდა მიუღებელია როგორც ჩვენი ხალხის, ისე განსაკუთრებით მომავალი თაობისათვის. ვინაიდან შემთხვევითი არ არის კიდევ მეორებ, რომ დღევანდელ დღეს ჩვენს ქვეყანას უპირველეს ყოვლისა ჭირდება მშვიდობა და კიდევ მშვიდობა. ვინაიდან ასეთი კლასიკური გამონათქვამი არსებობს, როდესაც ქვემეხები ჭექენ, მაშინ პოეზია, მაშინ შემოქმედი ხალხი ზდუმან. დღეს ჩვენს გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ შესანიშნავი ახალგაზრდა შემოქმედი, მწერალი, პოეტი, შეიძლება ითქვას უკვე საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, ბატონი შალვა ხუციშვილი. დიდი მადლობა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია ამ ტელევიზიაში სტუმრობა და თქვენთან შეხვედრაც, ბატონო ელიშერ. საერთოდ ჩემში სიტყვა ქართული, საქართველო, რასთანაც კი ასოცირდება ყველაფერი ძალიან დიდ სიმპათიას და ძალიან დიდ სიყვარულს იწვევს. ამიტომ დღესაც ბედნიერების განცდა მაქვს, რომ მოვედი ტელევიზიაში, რომელსაც ქართული ეწოდება. საერთოდ საქართველო ჩვენი სამშობლო და ზოგადად სამშობლო ისეთი რაღაცა ადამიანისთვის, რომ მასზე ყოველთვის წესიერ ადამიანს გული უნდა შესტკიოდეს. უნდა უფიქრდებოდეს სამშობლოს ხმას და მის მაჯისცემას უნდა ყოველთვის უსმენდეს. მაგრამ ყველაფერი მოგეხსენებათ, რომ საერთოდ დედიდან იწყება. დედის სიყვარულიდან. ადამიანი ჯერ ოჯახში იბადება, ამბობენ და ასეც არის და მერე ის უკვე თუ მას მშობელი არ უყვარდა, თავისი დედა არ უყვარდა, მამა არ უყვარდა, ის რა თქმა უნდა თავის სამშობლოს ვერ შეიყვარებს. და მე ესეთი განმარტებაც მაქვს ერთგან, რომ თვითონ სამშობლო დედა არის, ვინც პირველი ხელში აგიყვანს და ვინც გაგატარებს და სამშობლო ის ვიწა, რომელიც პირველი დაგეფინება, რომ ფეხი დაადგა, რომ პირველი გაირბიდო მასზე. ამიტომ რაც პირველად აგიყვანს, რაც პირველად ძუძუს გაწოვნებს და რაც მიწას დაგიფენს, ის კაცმა არც უნდა დაივიწყო და არც უნდა უკუაგდო, სადაც არ უნდა მოხვდე და სადაც ვითარებაშიც არ უნდა იყო. უცხოეთშიც კი რომ გალაღებული იყო, მრავალი შემოსავალი ჰქონდეს და ძალიან დიდრულად იცხოვრო, როდესაც შენ მიწა-წყალს დაივიწყებ, შენ სამშობლოს უკუაგდებ, ეს უკვე უდიდესი მინუსია ადამიანში. და ადამიანი კიდე რა არის? ადამიანი ხო ეს ღირსებაა. არიან ადამიანები, ჩვენ უნდა გავმარტოთ, რომ არიან ღირსების მქონენი. იმიტომ რომ ადამიანი ზნეობიდან მოდის. აი ის რო გაუხრება, მას შემდეგ არის ის უკვე მოსიარულე სხეული. და მოვიყვან აქვე მინდა არ შეიძლება არ მოვიყვანო, ყველამ კარგად ვიცით, რომ დიდი ფსიქიატრი და ექიმი ავლიპა ზურაბიშვილი, როდესაც წარდგა ტრიბუნასთან, ერთხელ მან თქვა, ეს რუსულ ენაზე იყო, მაგრამ მე ქართულად ვიტყვი, მოკლეში ნას, რომ ჩვენ არა ვართ ჰომო საპიენსები, ადამიანი არ არის ჰომო საპიენსი, ადამიანი ჰომო მორალესია. ადამიანი მორალია, ზნეობაა, ღირსებაა. ის თუ არა, უკვე ადამიანი ფაქტობრივად გინდა მოსიარულე ხურცი დავარქვათ, გინდა მეტყველი სხეული, ამიტომ ჩემთვის ღირსება და ადამიანი და სამშობლო და დედა ყოველთვის ასოციაციური ტერმინებია და ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ფაქტობრივად ერთსა და იმავეში ცნებებად ფაქტობრივად რომ გავშალოთ თითოეული, აი დედიდან რომ წამოვიდეთ, მიდიხარ სამშობლოზე და სამშობლოს რო გაშალო, მიდიხარ ღირსებაზე და ზნეობაზე. ძალიან კარგი და მინდა შეიძლება არ წავიკითხო დედი და რახან დედა ვახსენეთ ერთი ლექსი, რომელიც უკავშირდება დედას და ზოგადად მშობელს და სათაური ქვია ლექსს, რომ მშობელმა არ იცის კდემა. მართლა არ იცის მშობელმა კდემა, როცა შვილს სჭირდება. და ლექსი წავიკითხავ
ცხეთაში ქალი გაწოლილიყო შიშველი ცისკენ მიმართულ კერდით მიირწეოდნენ ღრუბლები თეთრი ჯვრის მონასტერი მოჩანდა კერტად ანარჩხვენოდა იმოდენ ხალხში მაგრამ მშობელმა არ იცის კდემა მიირწეოდნენ თეთრი ღრუბლები ძუძუ საწოლად უხმობდა დედა არაჩვეულებრივია და ერთსაც დავამატებ დედაზევე არ შეიძლება ესეც არ ვთქვა ეს არის ლექსი როცა დედა შვილს მიმართავს და ლექსი ქვია არ დამანახო მეც ავფრინდები ზეცაში ერთხელ დედამიწასთან დაგტოვებ ახლოს ერთ რამეს აკითხავდა შემისულე შენი ცნებლები არ დამანახო გაივლის როცა მრავალი წელი გაგისრულდება ცხოვრების წილი ცნებლები იქაც არ დამანახო მშობელს თურას დროს დაასწრებ ტილს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი ბრძანდები და ნამდვილად დღევანდელ დღეს შენისთან ახალგაზრდები ჭირდება ამ ქვეყანას რომ ფაქტობრივად ჩვენ გამოვიდეთ იმ ტურბულენტური აზროვნებიდან რომელიც გარკვეულწუხაროდ ჩვენ გადაცემის დაწყებამდე საუბრობდით ერთმანეთში და თავიდან ისეთი ახალგაზრდა კაცი არის ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო რომ ძალიან ტკივა ეს ჩვენი ქვეყანა ძალიან ტკივა თითოეული ის არასწორი ნაბიჯი რომლის გადადგმისაკენაც მის თანატოლებს მოუწოდებს ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსი იქნება ზოგიერთი ვაი პატრიოტი და ზოგიერთი ვაი ქართველი მაგრამ შავა ხუციშვილისთანა კაცები თითო ურულო და თითზე შემოსაფლელები რომ იყოს საქართველოში და ღმერთთან օգնას ეს ასე იყოს ისინი მრავლად უნდა იყვნენ აუცილებლად არავითარ შემთხვევაში არ დაუთმობს ამ ქვეყანას იმათ ვისაც სურთ ამ ქვეყნის აწეცვა ამ ქვეყნის გაუბედურება და იმ ტრადიციების წაშლა რომელიც ტრადიციების მეშვეობით დღევანდელ დღეს ჩვენ როგორც ასეთი ვარსებობ და მომავალშიც ვიქნებით. აი, პოეზია რაა შენთვის, წერა რაა შენთვის. აი, როგორ ფიქრობ, რას გაძლევს და შეგიძლია თუ არა ცხოვრება პოეზიის გარეშე. აქვე მარტივად ვიტყვი ჯერ რომ არ შემიძლია მოკლედ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი სულიერი საზრდო. მე ამით ვიკვებები და დედამიწაზე საერთოდ რა თქვა მე არის რომ და მეცნიერულად დადგენილია რომ სამ დღეზე მეც და ადამიანი ვერ უძლებს რომ არის რო იშიმშილოს. გარკვეული ის აქვს რა პერიოდი აქვს და მე მაგალითად ჩემთვის შიმშილობა იქნება რა რომ მე ლექსთან არ მქონდეს შეხება და ლექსი არ დავწერო და ლექსი არ მოვისმინო. რაც შეეხება პოეზიაზე ასევე ვიტყვი იმას რომ ყოველთვის სხვადასხვა ეთერებში მე როდესაც მეთყოდნენ ლექსი რა არის ხელოვნება რა არის მოვაყოლებდი ხოლმე დიდ განმარტებას მასზე და ფართოდ ვისაუბრებდი მაგრამ ეხლა მე პატარა ნაწარმოებად პროზაულ ნაწერად ჩამოვაყალიბე და წაგიკითხავთ ერთხელ ესეთი ამბავი მაქვს რომ ლექსის წაშლა გადავწყვიტე რომ მოეცრად ჩამესმა ხმა როგორ ბედავ შენ შობე რომ ანადგურებ აცოცხლე და სხვა ციცოცხლებს ლექსი მართლაც ასეთი რამ არის მას მართლა შეუძლია ადამიანის სიცოცხლე, ადამიანისთვის რესურსის მინიჭება, რომ ადამიანი არაჩერდეს მიწაზე და ულექსოთ კიდე ხო ძალიან რთული იქნება ცხოვრება, უმძიმესი იქნება და ჩემნაირი ადამიანი ვეც გაუძლებდა. იმხელა რამეს მანიჭებს და ეხლა რაც შეეხება ეს პროზაული ნაწილი რატო დავწერე, იმიტომ რომ მე ფაქტობრივად გატოლება მოვახდინე ახალ შობილისა და ახალ დაწერილი ლექსისა. ლექსი ეს ცოცხალი ორგანიზმია. ამიტომ ხშირად რომ ისე საფრთხად უნდა მოეპყრო, რომ ხშირად რომ დაწერ, რატომ ჩამძახა იმ ხმა, ხო? იმიტომ რომ შენ რომ დაწერ და წაშლი, შენ ცოცხალ ორგანიზმს ფაქტობრივად სიცოცხლეს უსწრებ. სიცოცხლე კიდე აუცილებელი რამ არის და შემავსებია, ხო? ადამიანის და ნებისმიერი ცოცხალი არსების. აუცილებელი რესურსია, რომელიც საუბიდან თაობაში შემდეგ გადაეცემა ვიტყვი ახლა მარადიულობაც ესე მე მგონია ზერილით არ უნდა გავიგოთ. როდესაც ბავშვი იბადება და ვინაც მამა რო კვდება და შვილი რო რჩება, ეს არ არის რაღაცა კუთხით რო შევხედოთ მარადიულობა? განაიგარი მარადიულობა რომ ვიღაცა თქვა მილიონი წელი უნდა ცოცხლობდეს? არა, მოდი სხვა კუთხით შევხედოთ. იქნებ მარადიულობა მართლაც ეს ის ჯაჭვია, როცა პაპა კვდება და მამა ჩნდება, მამა კვდება და შვილი მიდის, ხო? ამიტომ ეს არის ჩემთვის ლექსი. ესე განიხილავ ჩემო ბატონო შალვა ამას ყოველივეს უწყვეტ ერთმანეთთან კავშირში, ხო? უწყვეტ ეს უწყვეტი კავშირია.
ასევე დედაზეც აქვს ეს პროზაული ნაწილი, მე მაინც ლექსებზე ვისაუბრე და ეს დედას უთხარი ერთხელ დედა ნეტავ მე მოკვდე შენზე ადრე მეთქი, რადგან ერთხელ მოკვდე და არა ორჯერ. შობლის ტკივი, შობლის სიკვდილი ახალგაზრდისთვის და ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ეს სიკვდილია ადამიანისა. ამიტომ აქ მაწვილი შესთხოვს დედას რომ გეკვეწები, ჯერ მე მოკვდე, ვინდო ერთი სიკვდილი მქონდეს და მე შენ მოკვდე, იმიტომ რომ შენ თუ მოკვდები, შენი ხელა ისე ზიხარ ჩემს გულში, ისე ხარ შეღწეული ჩემს გულში, რომ ეს ჩემთვის ორი სიკვდილი იქნება. ამიტომ აი ესეთი მესმის შემოქმედი კაცი ხარ და მესმის მე ამ თემას და მოგეხსენებათ ბატონო ედიშე რომ მე ძალიან ბევრს ვკითხულობ და უკვე წიგნის საკითხვა და ზოგადად ლიტერატურასთან ურთიერთობა ეს არის მოძლიერებული თანაგრძნობა, ძლიერი ემპათია და ფაქტობრივად ყველაზე მეტად ხანდახან წერალი და მკითხველი ადამიანი გამოდის ის რომ აი ფოთოლიც რო ჩამოვარდება თითქოს ისე გძნობს და ისე გულთან მიაქვს რომ მართლაც ესე ყოფილა. აი მე პირადად გეტყვით რომ ჩემში ამდენმა ლიტერატურამ და ამდენმა აგინათ შემოქმედებამ უმაღლესი დონის ემპათია გამოიწვია და ჩემთვის უგულისხმო თითქმის არაფერი არ არის. ჩვეულებრივი ამბავია ეს შენ ბუნებით დაბადებული კაცი ხარ. კიდევ ისეთი რომელიც ხარ აი პოეზიისათვის, საერთოდ ლიტერატურისათვის, ხელოვნებისათვის მოწოდებული პიროვნება და ამავე დროს კიდე თავად რომ იტყვიან მოუსვენარი ხარ. არისვენებ ყოველ წუთს, ყოველ წამს ეძებს სიახლეს, რა მოხდა, რა არის, როგორ არის, რა ლიტერატურა გამოვიდა, ვინდა შექმნა, ვინდა დაწერა, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს ჩემო ბატონო შალვა. აი, თუ შენთან თანატოლებთან, თუ და აი ასეთი პოეზიით გატაცებულ ახალგაზრდებთან, თუ გაქვთ რაიმე კლუბის მაგვარი შექმნილი, ან თუ ფიქრობთ, ან როგორ შეიძლება ამის რომ იტყვიან ერთად თქვენი თავის მოყრა გასული საუკუნის 20-იან წლებში ვიცით უამრავი პოეტური მიმდინარეობა იყო საქართველოს კავშირები იყო რომელიც დაიწყო ცისფერყანწელებიდან დაწყებული ჩემო ბატონო უამრავი რამ იყო და თავიანთ საკუთარ ჟურნალებსაც გამოცემდნენ მერე დღევანდელი რუსთაველის თეატრში იკრიბებოდნენ იქა კაფე ქონდათ და იმ კაფეში უამრავი ლექსია დაწერილი ცოცხალი შველები დადიოდნენ და ასე შემდეგ. აი თქვენ ხომ არ გიფიქრიათ ამის შესახებ თქვენ თანამოაზრეებთან და რაღაცნაირად აი რომანტიკული მიმართულება რომ იგეცათ ყოველივე ამისათვის ხომ არ გიფიქრიათ? პირადად მაქვს კომუნიკაცია ძალიან ბევრი ჩემ თანატოლთან და ჩემზე უფროს მწერლებთან, პოეტებთან. არა მარტო ეს, მეც ხშირად მიკავშირდებიან თვითონ და მეუბნებიან, რომ აი ეს დავწერე გეხვეწები, აბა როგორია, რანაირია. და მე ანუ ვეუბნები რა არის საჭირო იმისთვის, რომ ის განვითარდეს, უფრო წინ წავიდეს, რა თქმა უნდა, მაქვს. ოღონდ ვერ გეტყვით, რომ ამას აქვს კლუბის სახე, თორემ მე რა თქმა უნდა დიდი სურვილი მაქვს, მე ეს თუ გადაიზრდება ამ ადამიანებთან ერთად და მიეცემა უფრო ფართო სახე. შეიძლება ასე ვთქვათ, რომ ორგანიზაციასავით თუ ჩამოყალიბდება ასევე ამ ადამიანებისგან შემდგარი, იმიტომ რომ ეს ხო მაინც ცოტა სხვა კატეგორიაა და ამისა ვიტყვი იმას, რომ აი ეს ინტელიგენციური ფენა მე მგონია ქვეყანას წამლად ჭირდება. როგორც წამალი, როგორც მალამო აუცილებელია ის წიგნით და იმ ცოდნით გატენილი ადამიანები, ხო? აი მოგეხსენებათ უცხოეთში, რომ ზოგჯერ ადამიანები წავლენ ვისაც აი განათლება აქვს ცოდნა აქვს, მასე იტყვიან, რომ ტვინების გადინება მოხდა. აი მე მინდა რომ აი ესეთი არ მოხდეს ტვინის გადინება და მართლა იყოს აი ჩამოყალიბებული ერთ ჯგუფად, ერთ მუშტად ეს ადამიანები და მე ეს ქვეყანა ძალიან წაადგება. წერილი სიტყვა ეხლა მე ჩემ თავზე რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, მაგრამ წერილი სიტყვა ბრძენის სიტყვა. ეს ის დარიგებაა, რომელსაც სხვა ვერ მოგცემს ჩვეულებრივი გამვლელი. ეს ამ ადამიანს სხვა ათასი რაღაცა აქვს, ნანახ, მithumedes საქართველოს, რომელიც არის პატარა ქვეყანა. რიცო, ისე საქართველოს ძალიან დიდი ქვეყანაა კულტურით, ცივილიზაციით და ხელოვნებით, მაგრამ რიცხოვნებით პატარა ქვეყანა ვარ და მას ჭირდება ბრძენის დარიგება, მას ჭირდება ტვინ მაგარი ადამიანის რჩევის მიცემა, ტვინ მყარი ადამიანის დარიგება და მე ვფიქრობ, რომ აუცილებელი ამ კუთხით ძალიან დიდი ყურადღება მიექცეს და კლუბშიც გადაიზარდოს და არა მარტო თბილისის მასშტაბით შეიძლება რაიონებიდანაც კი მოხდეს ეს. მე პირადად მქონდა ერთ-ერთ გარდაიცვალა ერთმა გაანათლოს ადამიანი და დღესაც კი მე სხვადასხვა ჟურნალებში ვაბეჭდინებ მის ლექსებს და
ის დავიწყებას არ მიეცა იმის ადამიანი. ეხაც იქნება სხვათა შორის ასაღები მაქვს ერთ-ერთი ჟურნალი, სადაც ჩემი ნაწარმოებებიც არის შესული და მე ვთხოვე რედაქციას, რომ ამ ადამიანისაც შეეტანა, იმიტომ რომ წერალი კვდება თქვა და მისი ნაწერი რჩება და ეს ნაწერი უკდავყოფა იმავე შემოქმედისა. იმის სიყვარულ ჟღერს ეს ნიშნავს, რომ ის არ მოკვდარა რა. ეს აბსოლუტურად გეთანხმებით, შემოშალვა და კიდე თქვენი წერლობა ამ ქვეყანაში და ასე პოეტობა, ერთად გავერთიანოთ პროზა და პოეზია, რომელსაც საერთოდ წერლობა ხია, ხო? იოლია რა, ვინაიდან აქ იყო ის კაცი, რომელმაც დაწერა მეც ამ ნიშნავს და ერიმის მიწიერი ზეციესა, მერთან მისთვის ლაპარაკობ, რომ წარუძვე წინა ესა. ამით არგუნა ასევე დავამატებდი ცნობილი ფრანგი მწერლის ბუვიეს ნაწარმოები იზა და მე მინდა მაყურებელს უთხრა, რომ მე ზოგადად გატაცებული ვარ საზღვარგარეთული ლიტერატურითაც, ხო, განსაკუთრებით ფრანგული ლიტერატურა ძალიან მიყვარს და არსებობს მოგეხსენებათ ალექსის ბუვიეს იზა, არის ემილ ზოლას ნანა, ასევე გრიგოლ ჩიკოვანს ჰქონდა დაწერილი მაია ამ სახელწოდებით, თუმცა მაია ერთი ნაწარმოებია შესული და მას სათაურადაა გამოტანილი ამ ნაწერების გაერთიანები და მე გადავწყვიტე და ეს ზაფხული ფაქტობრივად ამას მოვახმარე. ეს იქნება ფსიქოლოგიური რომანი, სადაც სხვათა შორის არ იგრძნობა, რომ ეს ამ პერიოდის არ არის. აი გეგონება, ეხლა რაც ხდება იმის შესახებაა საუბარი, იმიტომ და აინტერესდება ალბათ ახალგაზრდა თაობასაც და ყველას, იმიტომ რომ ნამდვილად აი რაც ხდება, ფსიქოტიპებს შავკვირდი და დავწერე და ესა რომან დეტექტივი, ეკას სახელწოდებით, რამდენიმე ვერსია მქონდა, რა მომიფიქრებინა, მაგრამ კლასიკოსებს მივბაძე ასე თქვა და რახან მათ გამოიტანეს ნანა და იზა და მე ჩემ ნაწერს ამ წიაკრებულს ეთქმება ამ რომან დეტექტივს ეკა. ასევე მე ვიმუშავე ეს პერიოდი პროდუქტიული, იმიტომ გამოდგა ჩემთვის ზაფხული კიდევ ერთ ლექსის კრებულზე, რომელიც თითქმის დასრულებულია და ვაკეთებ ასევე მოგონებებს ჩემ მეგობარზე, უფროს მეგობარზე, ფიზიკოსზე ბატონ რამინ ჭელიძესთან დაკავშირებით, რომელიც იყო უმაღლესი დონის ფიზიკოსი, მაგრამ ამაზე წინ იდგა მისი უმაღლესი დონის კაი კაცობა და კაი ადამიანობა. აი ეს არის ყველაზე მეტი დიდი საქმე თქვენასაც აკეთებ. შემოშალვა და იქვე შუაკაცი ვარო, უბრალო ხანბიწისაო, ხანცისაო, როდესაც ლაპარაკობ შემობატონო ჩვენი დიდი მგოსანი აკაკი წერეთელი, სწორედ ეს კონდა მაქვს მხედველობაში, რომ აი თავდაბლობა, უბრალოება და სხვისი ნიჭისა და ღვაწლის დაფასება ეს ოდითგანვე მოძდევდა ჩვენს ქვეყანას და მე ძალიან აღფრთოვანებული და გახარებული ვარ, რომ ღვთისმადლით ამ ქვეყანაში მოიძებნება თქვენნაირი ახალგაზრდები, რომლებიც ფიქრობენ, ბჭობენ, აზროვნებენ, შემდეგ ეს გადმოაქვთ ქაღალდზე, თავს ძალას ატანენ იმით, რომ დღევანდელ დღეს იმის ფუფუნება არ არის, ახლა მოგეხსენებათ, რომ ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ უცბად დაბეჭდო და ამას აქვს შესაბამისი თანხები და შესაბამისი სახსრები ჭირდება, ამიტომ ამის ძიებასთან ერთად, მოძიებასთან ერთად, ასეთი ახალგაზრდები ახერხებენ უპირველეს ყოვლისა იმას, რომ დააწერონ, დაბეჭდონ, ჩაწერონ და დღევანდელი ტექნიკის მეშვეობით მიაწოდონ მოალთაობას, მიაწოდონ ახალგაზრდებს, მიაწოდონ ძველგაზრდებს, ვინც არიან ყოველივე ამით დაინტერესებულები. ეხლა შენ თაობის უმთავრეს პრობლემება ბათ ჩემო შალვა რა მიგაჩნია დღევანდელ დღეს. აი ტრიალებ ახლა ვიცი შენ ძალიან ენერგიული კაცი ხარ, ტრიალებ. შენი თანატოლების შუაგულში ცხოვრობ მათი ცხოვრებით და ფაქტობრივად მათ პულზე ხელი გაქვს დადებული. ისე წინააღმდეგ შემთხვევისათვის ასეთ შესანიშნავ ლექსებს თქვენ რო გაქვს, ვერცეთ შემთხვევისათვის ვერ დაწერდი. ასეთ შესანიშნავ ნაწარმოებებს, რომელიც არაერთი და ორი გაქვს, თქვენ ვერ შექმნიდით. აი რა არის ასხედავთ, ეხლა ნაწარმოები რო თქვით, ფსიქოლოგიური რომან დეტექტივია მაქვსო დაწერილიო და მალე იხილავს ალბათ
ჩვენი მკითხველი მას ზის ამ ნაწარმოებს ზის შუგზე ხო არ მოგახსენებთ? პრობლემები შეიძლება ბევრია ახალგაზრდა ადამიანებში, მე განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაზე ვიტყვი, მაგრამ ძირითადი პრობლემა მე მაინც მგონია, რომ ბევრი მიიჩნევს უფლის წყალობით ასე უმეტესი სულ არ არის, რომ ცხოვრება მარტივად გამოუვათ, მარტივად გააგრძელებენ ლიტერატურის გარეშე. მე მაგალითად ხო ვიცი ბიზნესი, მაგალითად ხო ბანგარიშობ, ანუ სხვა კუთხით მახაზროვნება და დიდი ამბავი ხარ მაგალითად თუ წიგნი არ გადავშალე და რაღაც არ მოვისმინე და რაღაც არ გავიგე. ეს მგონია რომ უდიდესი პრობლემაა ამ ახალგაზრდა თაობის, იმიტომ რომ ესენი იქნებიან, აი როგორც მე ვთქვი რომ ჩემში ემპათია გაძლიერდა და მეთქი ისინი არ მინდა რომ იცნენ, მოდით ასე ვიტყვით და შეიძლება უხეშად, მაგრამ მე მინდა ადამიანები იყვნენ ისე დედამიწაზე და არა რობოტექნიკა, არა ემპათიო ადამიანები, არა უთანაგზნობო ადამიანები, ჩემთვის თანაგზნობას, ვერჩი მდგომას, ძმობას, დობას, მეგობრობას, მამულიშვილობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, რომ მაგალითად ადამიანს რაღაცა ტკივა, მე შევიდე თქვა და ასე ვიტყვი, ისე უხეშად კაფეში დავждე და ის რა ქვია, გავშალოს უფრო და ეს იყოს ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენა, ეს ჩემთვის პირადად მიუღებელია. მაგრამ რასაც და ეს რომ მიუღებელია, ამას გარდა იმ ოჯახისა, სადაც მე გავიზარდე, რა თქმა უნდა, ჩემ ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ასევე ვიტყოდი, რომ ჩემში ლიტერატურა ამას და წაკითხვა ამაც დიდი გავლენა იქონია და ბევრი რაღაც დამანახა. მე რომ ის რაღაცები არ წამეკითხა, ბევრი საზოგადოების ტიპს ვერ შევისწავლიდი, ბევრ რაღაცაში ჩახედილი არ ვიქნებოდი და რახან ჩახედილი ვარ და რადგან ამდენი რაღაცა ვიცი, მე მგონია რომ ეს ყველაფერი წიგნიდან წამოვიდა და არ მინდა ეს თაობა რომ ამის გარეშე იყოს. რატო უნდა იცხოვროთ მათ ერთი ცხოვრებით? როდესაც მრავალ წიგნს რო წაიკითხავ, შენ მრავალი ცხოვრებით გაქვს ნაცხოვრები. აი გინდას ბატონო ელდიშე რო ვთქვათ, აი შაჰნამეს რო კითხულობ, ხო, შენი გადაეშვები და დგები საუკუნეებით ადრინდელ პერიოდში. როდესაც შენ კითხულობ ვეფხისტყაოსანს, შენ იმ სიტუაციაში ვარდები მართლა და იმ პერიოდში ხარ, ხატაერთშიც იბრძვი თქვათ და ამ ყველაფერს უყურებ, ანუ შენ ერთი ცხოვრებით კი არ ცხოვრობ. შენ რამოდენიმე ცხოვრებით სულდგმულობ და მე მინდა რომ მათ მრავალნაირი ცხოვრება გქონდეთ და ამას ლიტერატურა მისცემს. თუ ისინი უფრო ხშირ დროს დაუთმობენ და ეს ნამდვილად არ არის მისაფუჭეჭებელი საქმე ასე რომ ვთქვათ და მე მინდა რომ ახალგაზრდა თაობამ სხვადასხვა ჩემი ხელშეწყობითაც ძალიან ბევრმა მიაქცია ამას ყურადღება, მადლობელი ვარ და ამაყი ვარ რომ ბევრმა ჩაფიქრებას დაიწყო და რამოდენიმე უკვე მწერლობაც უნდა ბევრი ადამიანი დაიწყო თავისთვის და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ აუცილებელია. აი სასიცოცხლო აორტა და უდიდესი სიცხძარღვია ადამიანის ცხოვრებაში მართლაც და თან გამიხარდება თუ ბევრი ნაკითხი, ბევრი თანაგზნობის მქონე, ემპათიის მქონე, სიყვარულის მქონე ადამიანი ივლის ამ ქვეყანაში და ბევრი ასეთ ადამიანს ეძგერება გული. აბსოლუტურად მართალს ვცემდებ შალვა და საქმე რაში არის იცით? არ შეიძლება სხვანაირად აზროვნებდეს კაცი მithumetes ახალგაზრდა იმ ქვეყანაში, სადაც რომელსაც შეიძლება უწოდო პოეზიის ქვეყანა და წერან კარგი პასაჟით ბრძანეთ თქვენ. როდესაც გადადიხართ შაჰნამეს რომ კითხულობ, გადადიხარ იმ საუკუნეებში. და ამოტივკიდა ეცეგონებაში სტუდენტი ვარ, სადაც 1919 წელი იყო, პირველი კურსის სტუდენტი ვარ, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მას. და ჩვენი თეატრი ტრიუმფით მოიარა რუსთაველის თეატრმა ედინბურგის ფესტივალი მაშინ პერიოდში. თავი რეჟისორი იყო ბატონი რობერტ სტურუა და რობერტ სტურუა დადგა რიჩარდ მესამე. და იქედან წამოსულები ჩამოვიდნენ სოხუმში. ხო და რამდენი წელია გასული? 46 წელია აღარ გასული. დღესაც აღფრთოვანებული. ესე იგი, აღფრთოვანება რაზეა ლაპარაკი? წარმოუდგენელის დაბეჭდილებაა დღევანდელ დღესაც ჩემში და მაშინ 17 წლის ბიჭი ვიყავი. როდესაც რიჩარდ მესამის მოქმედებები მიმდინარეობდა თეატრის სპექტაკლის სცენაზე შუა საუკუნეებში ვიყავი. შუა საუკუნეებში ფაქტობრივად
და მით უმეტეს გენიალური მსახიობები, როგორიც იყო ჩემო ბატონო რამაშკიკვაძე, საკანდელიძე, სხვები და სხვები. არაჩო ეს საოცრება იყო, საოცრება ხდებოდა იქ სცენაზე და შემდეგ რომ გითხრათ ზუსტად ანალოგიური სიტუაცია რატო ვლაპარაკობ ახლა მე ამ იმიტომ რომ ახალგაზრდისათვის იმის წაკითხვა, იმის ნახვა და იქამდე მისი მიყვანა, სადაც ის დაფიქრდება რაღაცის შესახებ და ან სპექტაკლის, ან ნახვის შემდეგ, ან ლექსის წაკითხვის შემდეგ, ან კარგი ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, გაუჩნდება უბრალოდ ფიქრი, ვინ ვარ, რას წარმოვადგენ, რა მოვალეობა მაქვს მე საზოგადოების წინაშე, ქვეყნის წინაშე, სად უნდა წავიდე, მე შემთხვევით უკან ჩემს კვალი განათლებულიო, მარტო ეს ფრაზა რომ წაიკითხოს და გაიაზროს, ესეც უდიდესი საქმეა, რომ ეს რაღაცაზე დააფიქრებს და ასე შემდეგ. დაფიქრებას, აზროვნების უნარს უფრო მტკიცეს უხდის ადამიანს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად გამოდის, რომ კაი მკითხველი მართლაც და კაი შემოქმედი ქადაგებლის და მახარებლის როლში მოევლინება ხოლმე სხვა პიროვნებებს და ეუბნება, აი როგორც რელიგიას ავრცელებენ, ასევე რომ ლიტერატურა, წიგნი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მას ადამიანის განვითარებაში, დაფიქრებულობაში და მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია, რომ ამ კუთხით მართლაც იყოს სერიოზული ძურები, ბევრმა გადაშალოს ლიტერატურა, ბევრმა წაიკითხოს, აქ პოეზიაც მოიაზრება, პროზაც და დაუფიქრდნენ იმას, რასაც შეიძლება ცხოვრება ისე გაიარონ, რომ ამის ფიქრის საშუალება არ მიეცეთ, ხო? აი თუნდაც კი ხშირად იტყვიან ხოლმე დეტექტივთან დაკავშირებით, რა ეს დეტექტივია, ეხლა მოგონილია რაღაცა, ხშირად შენ გამოძიების პროცესში თავად თვითონაც ერთვები. თვითონ შენი გონებაც უკვე გეგმას სახავს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ აზროვნებ და როცა აზროვნებ, მაშინ ადამიანი არსებობს შენ. შენ შეიგრძნობ დედამიწას, შეიგრძნობ წას, მზეს შეიგრძნობ. ბოლოს და ბოლოს მინდა ერთი რამ მინდა. ბოლოს და ბოლოს ისე ჩამოყალიბდები, ალბათ საკუთარ ქალაქს ცეცხლ წავუკიდებ, რა. ესა უმთავრესი რამ. იმიტომ რომ უბრალოდ გულის საკითხელმა არ გონია წაუკიდოს. აი ზუსტად ამას ვლაპარაკობ. შე კაი მამიშვილო. შე ოჯახ აშენებულო. იმას რომ წაიკითხავ, ჯალალედინმა რა გაუკეთა თბილისთან, რა გაუკეთა თემურლენგმა და რა გაუკეთა აღამ ახმათხანმა, მე მგონია შემდეგ არ კარგი ჩდება სურვილი იმისა, რომ ხელში მოლოტოვის კოქტეილი დაიჭირო და ვინმეს ესროლო, შენობას ესროლო, შეურაცხოს რელიგიური ძეგლები და ასე შემდეგ. ბოლო ადამიანი ცხოვრობს, მე საერთოდ ესეთი ვერსია მაქვს, ჩემი ჰიპოთეზა მაქვს, რომ ადამიანი მანამ იყო უბრალოდ, მანამ იყო ცოცხალი ორგანიზმი და არაფერი ადამიანის არ ქონდა, როდესაც მან იცოდა მარტო მე. და ადამიანი მაშინ გახდა ადამიანი ამ სახით, როდესაც მასთან მოვიდა უკვე შენ, აი თვითონ ეს კითხვაც, მე კი მიიღებ იმაში, მაგრამ სხვაზე ფიქრის უნარიც რომ ჩაესახა. არ შეიძლება ხა ცეცხლს უკიდებდე იმას და შენ ადამიანობაზე პრეტენზია გქონდეს. შემდეგ ადამიანი არ როდესაც შენზეც ფიქრობ, სხვაზეც ფიქრობ. მარტო მე ეს ცხოველის თვისებაა, თან ძალიან ძლიერი, მაგრამ იქაც კი მოიძებნება ცხოველური ეთიკა, რომ ძრო ხაც კი ფაქტობრივად თავის ღბოს ბალახს რო შეჭამს გაუწოდებს. ირემსაც კი ეს ჩვევა აქვს და შენ ადამიანს არ უნდა გქონდეს. მარტო მეზე უნდა იფიქროს, აი ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და მე ახლა გულისკენით მინდა გითხრა ერთ-ერთ თამაში შვილიშვილთან ერთად ვიყავით სტადიონზე, ჩვენ დინამოზე, რომელიც ჩემო ბატონო თაობები გაზდილან, თაობები ყოფილან და თუ კი რაიმე წარმატება ამ სპორტის წარტად სახეობაში ფეხბურთში ყოფილა საქართველოსი, ყოფილა ყველა დინამო სტადიონზე, ხო? კაცო, მოვიდა პატარა ბიჭები იყვნენ, პატარა ბიჭები და ამტრავენ სკამებს. ახლა აუცილებლად იქ საჭირო არის რა ეს კომპლექსური მუშაობა. ის ბავშვი წინთან უნდა მიიყვანო, ჩემო ბატონო. უნდა წააკითხო ამ მაგალითად ჩემი მეგობარი არის დემიკო ლოლაძე. დემიკო ლოლაძეს აქვს თუ არ ვთქვი 80-მდე წიგნი სპორტზე დაწერილი.
ისეთი და მე თავისი ფოტოსურათები გურამ ფანჯიკიძე გამოირჩევა. კი ბატონო, გამშვენებული ნება გურამ ფანჯიკიძე უამრავი რაღაცები არსებობს, რომ მისი ძმაც ბატონ გურამ ფანჯიკიძე არაჩვეულებრივი ადამიანი. მე პირადად არ ვიცი რომ მე ნაწერები ძალიან კარგი პიროვნება, ძალიან დიდებული პიროვნება. წაიკითხავს მის სიგნებს რელიგიასთან დაკავშირებით, არაფერს არ დაკარგავთ. ძალიან ბევრ რაღაცას შეიძენთ და ძალიან ბევრ ცოდნას შეითვისებთ. მე აუდიტგამე მაინტერესებდა ზოგადად კონცეფციები, ეხლაც კი მაგ სხვადასხვა ლიტერატურა ამ კუთხით უცხოურ ენაზეც ვკითხულობდი და ქართულად, ანუ როგორ მიიჩნევენ ბუდისტები, როგორ მიიჩნევენ მართლმადიდებლები, თუ კათოლიკობასა და მართლმადიდებლობას შორისაც იმდენი რაღაცა ძალიან სხვანაირად და განსხვავება. არათუ პროტესტანტები და ისინი. ეს ხა ჩემი ინტერესის სფერო იყო და შეიძლება ვიღაცა არ იყოს რელიგიებით დაინტერესებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წიგნი ძალიან საჭიროა. აი ესეთი დასკვნის სახით გავაკეთებდი, აუცილებელია. და ზოგადად ლიტერატურა და პოეზია საერთოდ კიდე აღმოჩენებსაც კი გაკეთებინებს. აი თქვენი რაც ილაპარაკეთ, ახლა პოეტს კარგად აქვს, მამიც პოეტიკაცი ბრძანდები და გეტყვი. კაცი იყავ, კაცური და სადაც გინდა იქ ილოცეო, არაჩვეულებრივია ჩემო ბატონო. იმიტომ რომ რატო ახსენე ეს წიგნები ბატონი დამიდემიკოს, ბატონი თემურის, ბატონი მისი ძმის გურამ ფანჯიკიძის და ასე შემდეგ. იმიტომ და სხვების. რატო ლაპარაკო? აი ბავშვი როდესაც ნახავს, წაიკითხავს, რა იყო ამ სტადიონზე, ვინ თამაშობდნენ, რა კორიფეები იყვნენ და რა ტრადიცია დაუტოვეს ჩვენ ქვეყანას, ჩემო ფასო მეგობარო, ამის შემდეგ მე ვფიქრობ, არ გაუჩნდება იმის სურვილი, რომ ის კამი გატეხოს. ჯერ სხვანაირად შეაბიჯებს, სხვა პატივისცემით, სხვა რიდით, აი რაიონშიც ან სოფელშიც ისტორია რო ვიცი ხო იმ ადგილის, აი როგორ უფრთხილდები თითოეულ ალაგს, რომ აბის რო გადაარგავს სხვა პატივისცემით ეკიდები და პატივისცემა კიდე საერთოდ ოჯახები, ქართული ოჯახები და მსოფლიოშიც ოჯახი პატივისცემაზე დგას და თვით სიყვარულზე წინაც კი შეიძლება პატივისცემა დააყენო, ისეთი ფუნდამენტია ცხოვრებაში და უნდა ვიცოდეთ ხო რა სად მივდივართ, როგორ მივდივართ, რას ვაკეთებ იმის შესახებ და მე აბა ვნახოთ რა დამოკიდებულება გაგვჭდება იმ ადგილის მიმართ და აუცილებელია. კაცო, ამას წინათ სტუდენტებთან მქონდა საუბარი და ვლაპარაკობდი და მსჯელობდით იმის შესახებ, რომ თემურლენგის საშინელზე საშინელი დამპყრობელი თვითონო მემატიანეები გამოცემე წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ დაჯდებოდაო და დიდი სიამოვნებით უსმენდაო სხვის დაწერილი წიგნების სხვები უკითხავდნენ და ისმენდა ამასო. თუმცა ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ ვირთაგანი დაჭება სულ მუდამ, რატო ლაპარაკობ ეხლა ამას მისთვის ხელი ცრემლებით მოდიოდაო ზოგიერთი ისეთი ამბების წაკითხვა მოსმენაზეო, რომელსაც მისი ისა რა ქვია ქვეშევრდომები უკითხავენ წიგნებიდან, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია 30,000 კაცის თავისაგან კოშკია თუ 30,000 კაცის თავისაგან კოშკის აგება ებძანებინა და მერე სიამოვნებით ეყურებინა მისთვის, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მაგრამ მე აქ ვიტყოდი რომ აქ უკვე სტატუსსაც აქვს, ეხლა მდგომარეობასაც აქვს. ზუსტად მაგეთ ალინის პერსონაჟთანაც უკვე მივდივართ, ხო? 1000 წიგნში დასტურდება მას, რომ ძალიან დიდი ემპათია აქვს. ძალიან დიდი თანაგრძნობა აქვს, მაგრამ რაღაცა პერიოდში ის დაფრეტისგანაც არ იკავებდა თავს და არაფერი, ხო, მაგრამ აი ისიც რო ქონდა, მე ვფიქრობ, რომ ეს ლიტერატურის და ისიც ქონდა კი არა, ქონდა, უზარმაზარი ქონდა, დიდი. ძალიან დიდი. კაცო, რომელზეც ლაპარაკობენ, არ უნდათ, რომ ეს წამოვიდე 20,000 წიგნი ქონდა წაკითხული, რომელზეც არის შემობატონა შენიშვნებია გაკეთებული და მე ზოგიერთი მის მაკრიტიკებელს ვეტყვი ახლა, რომ ადგეს შემობატონა 20,000 წიგნი არ წაიკითხოს. ერთი ადგილიდან გადაიტანოს მეორე ადგილზე რამდენი წელი მოუნდება მას. მხოლოდ მე აქვე დავამატებდი, რომ ზოგმა შეიძლება ოჯახი ვერ მართოს, როცა თვითონ ქვეყანას მართავ, ეს არ უნდა შევადაროთ რაღაცა პრიმიტიულ მოვლენასთან. აბსოლუტურად გეთანხმები და შემდეგ ისტორიული პროცესის განხორციელება ის არის, ახლა განხილვა უნდა ხდებოდეს დროსა და სივრცეში, ხო? დროსა და რა დროს მოხდა, რა პერიოდში მოხდა და რა სივრცეში. პატარა კახთანაც კი მივიდა და ვამბობთ, რომ უკვე მოღალატე არ იყო და დიდი სიცრუეა, მას რო ეს უწოდოდა დიდი მკრეხელობაა. მკრეხელობა, უპირველეს ყოვლისა მკრეხელობა, ეს არის როგორ გითხრათ, იცით, მედღე მეხვალიე ხალხს უწოდებენ ასეთ და ძალიან დაბალი განათლების ხალხს, ან და მეორე ამბავი არის, რომ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ბოღმითა და შურით
იხრჩობიან და ან ვიღაცის დავალებას ასრულებენ. მეტი სხვა კი ბატონო, ძალიან დიდი რაოდენობით ფული ფიგურირებს, რომელთაც ამ ადამიანებს შეუძლიათ ფული მიეცი და საკუთარ დედაებსაც კი გაყიდიან თუ მყიდველი გამოუჩნდათ. ეხლა მაინც შევეხეთ გულმა არ მოგვითმინა, მაინც ლიტერატურამ და პოეზიამ მაინც აქამდე მივყავართ, ვინაიდან ეს არის მსჯელობა და მსჯელობამდე სწორედ მსჯელობას და კამათს სწორედ განათლებული ადამიანები წარმოებდნენ, კამათში იბადება ჭეშმარიტება, მოგეხსენება ძველი ბერძნები ამბობენ. რაიმე ლექსებს ხომ ვერ წავიკითხავდით, ჩემო ბატონო? დიახ, ბატონო ედიჩე, მე ვახსენე, რომ ლექსის დროს ხშირად ხდება აღმოჩენებიც და მიაგნებ ისეთ რაღაცას, რასაც სხვა დროს ვერ იპოვი და ვერ იხილა. და მაქვს ესეთი ლექსი აღმოჩენა, ქვია, ახალია ესეც. ერთი თვის წინ არის დაწერილი. ისმენთ. თურმე სულები ზეს არ ცდებიან, ვინც სხვაგვარად თulis ყველა ცდებიან. ისინი მზეში დაინთქმებიან, მერე სხივებად დაიღვრებიან. დღეს შემოიჭრა ჩემს დიდ სარკმელში, მანდილოსანის განათმებია. ერთი სხივია ბაბუაჩები, მეორე სხივი არის ბებია. ერთი არის ეს უკვე ამას ვთქვია ვერ მოვინელებ ამ ლექსსაც და ესეც ღრმა ფსიქოლოგიური ლექსია. ბედნიერება მზესთან იწყება, ქარი აცეკვებს ყავისფერ ტოებს, არ შეიძლება მის დავიწყება, რომ განმეშორე, რომ მიმატოვე. გაფენილია ზეწარი მწვანე, მიწაზე, ცაში თეთრი ღრუბელი, მარტო არიცი როგორ ვეწვალე, კენტად არიცი რას გავუძელი. ერთობა ჩვენი ჩაბარდა წარსულს, რომ ჩაგეხვიტო ვერ გავშლი ხელებს, თუმცა სიავე შენი სულ არ სურს, ღალაც ვერასდროს ვერ მოვინელებ. ძალიან არაჩვეულებრივია ჩემო ბატონო, როგორ ასწრებ ამდენს? ეს კითხვა მინდა დაუსვა ბატონ შალვას და მოისმინონ მისმა თანატოლებმა, რომ მოდი რა ვექცევით სიმართლეს და დღევანდელ დღეს ჩვენში წიგნის კულტი არ არსებობს სამწუხაროდ იმ ქვეყანაში, რომელსაც ქვია საქართველო და რომელიც წიგნიერების ქვეყანა იყო. დღეს არის მსოფლიოს სენია კომპიუტერის და ასეთი ტექნიკის კულტია. რა თქმა უნდა იყოს, მაგრამ წიგნის დავიწყება არ შეიძლება. როგორ ახერხებს საერთოდ არ უშლის ხელს არასწორად გამოყენება ხდება ხშირ შემთხვევაში, თორე კომპიუტერს, ლეპტოპს და ასე შემდეგ. უკეთესია პირიქით. სხვანაირად გამოვიყენებ, პირიქით ხელსაც კი უწყობს წერას და ლიტერატურას და ასე შემდეგ. როგორ ახერხებ? ჩემი გული მთლიანად 1%-იც არ არის, რომ ამითი არ იყოს დაკავებული, ერთი წერით და ლიტერატურით და მეორე სამშობლოს სიყვარულით და რითაც მე ჩემს სამშობლოს გამოვადგები, გადატანითი მნიშვნელობით კი არა, პირდაპირ მნიშვნელობით რომ დავიწვა იმაში, ჩემთვის ავალი და მადლი იქნება, იმიტომ რომ ჩემი გული მართლა მე ისეთ ოჯახში ვიზრდები და ისე გარემოდან გარემო ისეთი მაქვს, რომ ჩემთვის სამშობლოს სიყვარული სულ ჭობა მიდის ჩემ ოჯახშიც, რომ აი რა გავაკეთოთ, რითი დავეხმაროთ მამულს, რა შეგვიძლია, გარემო, სამშობლო, ჩვენი სოფელი, ეს ჩვენთვის წმინდათა წმინდა და რა თქმა უნდა ალბათ ამა გამოიწვია ჩემში, რომ ადვილადაც ვასწრებ და დროც რჩება ამისთვის. ძალიან საინტერესოა ჩემო შალვა და ჩვენი გადაცემა რაცა წუთები დაგვჭა გადაცემის ფორმატში. და არ შემიძლია დღეს მადლობა არ მოვახსენო ამ ტელევიზიის ხელმძღვანელობას, ქართული ტელევის ხელმძღვანელობას. ნამდვილად ქართული ტელევიზია, ნამდვილად ქართული არქივი, ნამდვილად ქართული სულით დამოხტული არქივი. ნამდვილად ისეთი არქია და ისეთი ადამიანები მუშაობენ და ხელმძღვანელობენ ამ არქს და მუშაობენ ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც უმთავრესი არის ილიასეული მამული ენა და სარწმუნოება. ყოველი აქაური გადაცემა გამსჭვალულია ამ ათოსით და უფრო მეტიც მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ აი ესეთი ახალგაზრდების წარმოჩენა, შემდეგ მათი საზოგადოებისათვის გაცნობა და მათი აზრების წარმოჩენა სწორედ ამ ტელევიზიის დამსახურება, ვინაიდან აქ არავინ არაფრით შეზღუდული არ არის. მე ვლაპარაკობ იმ კანონის ფარგლებში, რა კანონიც ავალდებულებს მორალურ ეთიკურ ჩარჩოებს. მორალურ ეთიკურ ჩარჩოებს და
ამავე დროს ის დაუწერელი კანონებით, რომლის მიხედვითაც ადამიანებმა უნდა ემსახუროს თქვენი არ იყოს სამშობლოს კეთილდღეობას და წინსვლას. ხომ არ დაგჭათ კიდე რაიმე სათქმელი და ჩვენი გადაცემას დავასრულებთ. ლექს ვიტყვი, რომელიც მიყვარს ასევე, ეს ახალია ეს ლექსიც, მზის ხივებს ჭაღარა არასდროს ერევად, ამ გულ სიძულვილს ვერასდროს ვაკარებ, ასხივებს სიყვარულს და ბედნიერებას, გავამხელ ამ ქვეყნად ერთი მაკავე. აი ამ სხივით ახალი ამოსული იმ სხივით, რომელიც საქართველოს სრულიად გაათბობს, გააერთიანებს ეს სხივი, დაკარგულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს და რაც მთავარია, ხიდს გადებს ძველსა და ახალს შორის და იქნება საწინდარი წარსულის, აწყოს და მომავლის ერთიანობით, ამით დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. ჩემთვის კი ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ახალგაზრდა მწერალს, პოეტს, პროზაიკოს ბატონ შალვა უციშვილს დღეს ჩვენთან ეთერში მობრძანებისათვის, სტუდიაში მობრძანებისათვის და იმ საოცარი საუბრისათვის, იმ ძალიან კარგი ლექსებისათვის, იმ ძალიან კარგი ამბის თხრობისათვის, რომელიც მან მიაწოდა დღევანდელ დღეს ჩვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა. ეთერში იყო ჩემი საავტორო გადაცემა აწყო შობილი წარსულისაგან და ეს გადაცემა იქნება დღეს 22 საათზე ეთერში. მადლობთ ყურადღებისათვის.